ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებას, როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე ჩვენს ქვეყანაში. ის ხელს შეუწყობს ქართველოლოგიური დარგების განვითარებას. ჰუმანიტარია ცოდნის უმნიშვნელოვანესი დარგია. იმიტომ რომ, როგორც ერთი ბრძენი ამბობდა, ყველაფრის საზომი ადამიანია. აქედან გამომდინარე, ჰუმანიტარული დარგების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის, მსოფლიოს მომავალი ცხოვრებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარია ჰარმონიულად განვითარდეს სხვა დარგებთან ერთად. მივესალმები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს, ახალგაზრდებს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ერთმანეთთან დამეგობრება. ყველას კარგად მოიხსენება, რომ 21 საუკუნე ეს გახლავთ ტექნოლოგიების საუკუნე, ამიტომ ბევრი რამ სამომავლოდ გასაკეთებელი, განსაკუთრებით კი ჰუმანიტარიაში ეს მათზე იქნება დამოკიდებული. კარგად ვიცით, რომ ჰუმანიტარიაში საქართველოს პირველი უნივერსიტეტი ყოველთვის გამორჩეული იყო, განსაკუთრებით აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით. აქ შეიქმნა არაერთი სახელოვანი სკოლა, რომლის აღსაზრდელებიც და აღზრდილებიც დღესაც მოღვაწეობენ უნივერსიტეტში და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან კარგი ფორმატი არის ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობის სამეცნიერო კვლევაში, განსაკუთრებით წელს მხარდაჭერა გამოვიჩინა რუსთაველის ფონდმა, რაც ძალიან კარგი არის თავისთავად და იმედი არის, რომ ეს მხარდაჭერაც გაგრძელდება. ყოველ ჯერზე უფრო მაღალი და კარგი ხარისხის ნამუშევრები არის წარმოდგენილი და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შედგა ეს სიმპოზიუმი და გადაიქცა ყოველწლიურ ფორმატში უკვე ტარდება, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ იმედი არის, სულ უფრო და უფრო უკეთესი ნაშრომები იქნება წარმოდგენილი და მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ სიმპოზიუმის მუშაობაში. წლევანდელი სამეცნიერო სიმპოზიუმი აღმოსავლეთმცოდნეობას ეძღვნება როგორც დარგს, იმიტომ რომ აღმოსავლეთმცოდნეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსების წლიდან ფუნქციონირებს. ივანე ჯავახიშვილი და პირველი დამაარსებლები არამხოლოდ ქართველოლოგები, არამედ ფართოგაგებით აღმოსავლეთმცოდნეებიც გამოდიან, რადგან მათ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ აღმოსავლური ისტორიული წყაროებისა და ამ წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიებისა. ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახლავთ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თემატიკად მესამე სიმპოზიუმზე სწორედ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებაა აღებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის თემატური დაყოფა სამომავლოდ ქართველოლოგიურ მეცნიერებას მხოლოდ გააძლიერებს და მომავალში ჩვენ საშუალება გვექნება, რომ არა მარტო კონფერენციების მიმართულება გავაძლიეროთ, არამედ საერთაშორისო კვლევების გავაძლიეროთ ქართველოლოგიური მეცნიერების მიმართულებით. სიმპოზიუმს ჰყავს თავისი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მკვლევრებით, დოქტორებით, დოქტორანტებით. ყოველ წელს იცვლება სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე, სიმპოზიუმს ჰყავს ყოველ წელს ახალი თავმჯდომარე და ვფიქრობთ, რომ ეს ხაზი გაგრძელდება და სამეცნიერო კონფერენციის ხელმძღვანელები მომავალშიც იქნებიან სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტები და დოქტორები.
ლევანდელ სიმპოზიუმზე საკმაოდ მაღალი არის დასწრება და ინტერესი. 12 ქვეყანა არის წარმოდგენილი, არის 20-ზე მეტი უცხოელი ახალგაზრდა მკვლევარი ჩართული და 90-მდე სამეცნიერო მოხსენება იქნება წარდგენილი. ამას გარდა არის სპეციალური სივრცეების სადისკუსიო მაგიდები, სხვადასხვა შეხვედრები, სადაც ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ნააზრევი და ხედვები ამა თუ იმ სამეცნიერო პრობლემაზე. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონია მათი პირადი აკადემიური და კარიერული წინსვლისათვის. უცხოელი მომხსენებლებიდან ვინმეს რეცენზირებასთან დაკავშირებით პრობლემა ხომ არ ქონია, ხო ესენი ცხოველს არეცენზიოდ გავგზავნეთ? უარყოფითი ერთს ქონდა. მე მინდა ვისაუბროთ სექციებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და დაახლოებითი წარმოდგენა გქონდეს თემატიკაზე, რა თემატიკაზეა შემოსული ამ 99 მომხსენებლიდან. თითქმის ყველა დარგი არის ჰუმანიტარული, ესე იგი წარმოდგენილი სიმპოზიუმი. ინგლისური თეზისების რედაქტირებას და ქართულისას ვიწყებთ ერთდროულად. დიზაინის მომზადების შემდეგ პროცესში უკვე შემდეგ მეორედ რაც მოგვიწევს ჩვენ ამის გაკეთება, ხო? ამიტომ ამისთვისაც უნდა გქონდეს დროც, განსაზღვრული გამოყოფილი და მზაობაც შესაბამისი. ეს ეხება ქართულ ნაწილსაც და ეს ეხება ინგლისურ ნაწილს. სიმპოზიუმის მომზადება და ჩატარება გულისხმობს ძალიან დიდ შრომას. ეს შრომა არის საორგანიზაციო კომიტეტის პერმანენტული შეხვედრები და თათბირები არსებული საკითხების გადასაწყვეტად, როგორც ტექნიკური, ისე სამეცნიერო ნაწილის უზრუნველსაყოფად და გადასაწყვეტად. ამიტომ ჩემთვის კარგად არის ცნობილი თითოეული ადამიანის როლი ამ საკითხის მომზადებაში. შესაბამისად, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი გუნდის სახელით დიდი მადლობა გადაუხადო პირველი სიმპოზიუმის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო პოპიაშვილს, მეორე სიმპოზიუმის თავმჯდომარეს ქალბატონ თეა ქამუშაძეს და საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სამეცნიერო კომიტეტსა და ექსპერტთა საბჭოს, რომლებმაც შეასრულეს სიმპოზიუმის უმთავრესი მიზანი, სამეცნიერო ნაწილის ხარისხის ამაღლება, შემოსული თეზისების ორმაგი რეცენზირება და მათი დახვეწა. ახალგაზრდა მეცნიერთა მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრისთვის, ეს გახლავთ უზარმაზარი გამოცდილება, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ერთ-ერთი მონაწილისთვის, ეს არის აკადემიური კავშირების დამყარებისა და გამყარების საუკეთესო შესაძლებლობა. ჩემთვის ეს სიმპოზიუმი არის საშუალება, რომ ინგლისურ ენაზე საქართველოში წავიკითხო მოხსენება ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად და ამით მოვახდინო ჩემი კვლევის ინტერნაციონალიზაცია. სიმპოზიუმის მასშტაბებიდან გამომდინარე, მინდა გამოვყო მისი საინტერესო კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებს განიმუხტონ და დაიმუხტონ ახალი იდეებით. ჩემთვის სიმპოზიუმი არის კარგი მაგალითი, როგორ უნდა ითანამშრომლონ საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდა მეცნიერებმა და გამოცდილმა პროფესორებმა. ჩემთვის საამაყოა, რომ სიმპოზიუმის ბაზაზე შესაძლებელი გახდა ბილინგური სამეცნიერო ჟურნალის წუთის დაარსება ახალგაზრდა მეცნიერთათვის, ამბიციური გეგმებითა და შესაძლებლობებით. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის სიმპოზიუმი არის საშუალება დავნერგოთ და გავაძლიეროთ მაღალი საერთაშორისო აღიარებული აკადემიური სტანდარტები საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რუსთაველის ფონდს, რომელიც დააფინანსა ეს ჩვენი სიმპოზიუმი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სახელმწიფო ენის პალატას, რომელიც არის ჩვენი, ხელშემწყობი და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კორნელი პეტერიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.